მოგესალმებით. დღეს თქვენი თხოვნით მოვამზადე ნამცხვარი სნიკერსი. ნამცხვარი გამოვიდა ძალიან გემრიელი, გამომყევით და ერთად მოვამზადოთ. მოვხალოთ მიწის თხილი დაბალ ცეცხლზე. ორასი გრამი შაქარი, 6 კვერცხის გული, გავთქვიფოთ. ორას 50 გრამი კარაქი, მარილი, ვანილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, 500 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. Ας 70 გრამი არაჟანი, მივიღე ესეთი კონსისტენციის ცომი, ცოტა რბილია მეგობრებო, თავიდანვე არ გავრისკე და არ დავამატებ ბევრი ფქვილი, 50 გრამი მაქვს ცალკე და ეხლა ამას დავამატებ. ანუ ჯამში მქონდა 550 გრამი ფქვილი. თავიდან 500 გავუკეთე, ეხლა 50 გრამ ფქვილს შევაძელ. მივიღეთ ესეთი კონსისტენციის ცომი. გავყოთ ორ ნაწილად. ეს 40. გავაბრტყელოთ ცომი. დავიტანოთ. ექვსი კვერცხის ცილას დავაყაროთ მარილი და გავთქვიფოთ. ცოტა რომ გაეთქვიფება ბეზე, შევათქვიფოთ ნელ-ნელა 280 გრამი შაქარი. კარგად რომ გაიხსნება შაქარი, ნახეთ როგორი ბეზე მივიღეთ მეგობრებო. დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ნახეთ როგორი ბეზე მივიღეთ. არწივის ნისკარტს უნდა იკეთებდეს. ეს ნიშნავს, რომ უკვე კარგი ბეზე გვაქვს. ნახეთ როგორ დგას. დავაცრათ 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი. და თხილად გადაურიოთ. ცომი დავჩხლიდოთ. ბეზე გავყოთ ორ ნაწილად. წავიღოთ გამოსაცხობად. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე ზედა ქვედა წვა კონვექციის გარეშე. გავიდა 40 წუთი. გამოცხვა უკვე ნახეთ. შევდგათ მეორეც გამოსაცხობად. გამცხარია ბეზე ნამდვილად. 150 გრამი მიწის თხილი დავაქუცმაცოთ.
150 გრამი შაქარი მოვათავსოთ ტაფაში. არ უნდა გადაურიოთ კოვზით, უნდა დადნეს შაქარი კარგად. შაქარი რომ დადნება, დავუმატოთ 50 გრამი კარაქი. დავუმატოთ 100 მილილიტრი ნაღები. გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ ვანილი. ჩვენი კარამელი უკვე მზად არის. კარამელში დავამატოთ მიწის თხილი. პირველ ფენას ზემოდან წავუსვათ კარამელი. ესეც მეორე ფენა. მზად არის. ნაღები რომ აითქვიფოს, ამისათვის საჭიროა უნდა ეწეროს ნაღებს ვაიპინგი. ვაიპინგ კრემ. ან უნდა ეწეროს 33, 35, 36%. ამ შემთხვევაში აითქვიფებოდა გამოგივათ ძალიან გემრიელი კრემი. კრემისათვის დაგჭირდება 400 გრამი ნაღები, 60 გრამი შაქრის პუდრა, 300 გრამი კრემყველი. ნაღები ავთქვიფოთ. დაბალ სიჩქარეზე. ათქვეფილ ნაღებს დავუმატოთ შაქრის პუდრა. დავუმატოთ კრემყველი. კრემი უკვე მზად არის, მეგობრებო, ნახეთ როგორი კარგი კრემი გამოგვივიდა. კრემი გავყოთ ორ ნაწილად. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. მოვაყაროთ მიწის თხილი. თლიანები. ნახეთ. ზემოდან კრემი წავუსვათ. ზემოდან ისევ კრემი. ადუღებულ წყალში დავადნოთ შოკოლადი. მოვასხოთ ზემოდან. გამოიწერეთ ჩემი არხი ლიკას რეცეპტები. გემშვიდობებით მომავალ გემრიელ რეცეპტამდე.